აღმოსავლეთის ქარი პირდაპირ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე. თქვენ ალუბლების ქუჩას, კერძოდ ნომერ 17-ში მდებარე სახლს ეძებთ, რადგან ეს წიგნი სწორედ ამ სახლზეა დაწერილი. საცხოვრებლის ამჟამინდელი მეპატრონეები მისტერ და მისის ბენქსები არიან. იმის შესახებ თუ საიდან გაჩნდა ლონდონში ამ ქუჩაზე მდებარე სახლში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ძიძა თავად ზღაპარით ძალიან ცოტას გვეუბნება. პამელა ლინდონ ტრევერსი ისევე გამოხვა აღმოსავლეთის ქარს, როგორც მისი პერსონაჟი. მწერალი ყოველთვის ცდილობდა პირადი ცხოვრება და თავისი ავსტრალიური წარმომავლობა დაემალა. თუ კი ჩემი ბიოგრაფიული ფაქტები გაინტერესებთ, მოიძიეთ ისინი მერი პოპინსში, პასუხობდა ჟურნალისტებს. მერი პოპინსის პერსონაჟის გამომგონებლის ცხოვრება არც ისე ბედნიერი იყო. როგორც ყოველთვის, ასეთ ხალისიან გმირებს ნაცრისფერ დღიანი, მაგრამ მეოცნებე მწერლები ქმნიან. მწერალმა, რომელსაც სინამდვილეში ჰელენი ერქვა, საკუთარი ფსევდონიმის სხვადასხვა მისთვის მნიშვნელოვანი სახელებით შეკრა. მაგალითად, ტრევერსი მამამისის სახელი იყო. მისტერ ტრევერსი ბანკს მართავდა, მალე ეპილეფსიით დაავადდა და სასმელს მიეძალა. 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. პამელა იგივე ჰელენი მამის გარდაცვალებაში ყოველთვის საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მერი პოპინსის ისტორიაც ერთგვარი პატიების თხოვნა იყო მამისადმი. თუ კი უფრო ღრმად ჩავეძიებით პოპინსის პროტოტიპულ სახეს, სწორედ პამელას ავსტრალიური ბავშვობის პერიოდთან მივალთ. ზღაპრული ძიძის ხასიათის რამდენიმე თვისება კი მწერალს აღებული აქვს დეიდისგან, რომელიც ჰელენის ოჯახის დასახმარებლად და მათი მამის მოსავლელად ძალღონეს არიშურებდა. სწორედ აქედან იწყება ამბავი ძიძაზე, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონოდა მეჭეჭი. ისტორია ზღაპრულ ძიძაზე პირველად 1934 წელს გამოიცა და რამდენიმე კვირაში ბავშვების, მოზარდებისა და სრულწლოვანების გულები ერთნაირად დაიპყრო. მათ რიცხვში შედიოდა ამერიკელი რეჟისორი და ბიზნეს მაგნატი უოლტ დისნეი. დისნეი 20 წელი ცდილობდა ტრევერსი ნაწარმოების ეკრანიზაციაზე დაეთანხმებინა. საბოლოოდ მოახერხა და ავტორი ლოს-ანჯელესში ჩაიყვანა, რათა მას თავად მიეღო მონაწილეობა სცენარის შექმნაში. თუმცა მწერლის უცნაური ხასიათი და მუდმივი უკმაყოფილება ხშირად რისკის ქვეშ აყენებდა წამოწყებას. დიდი დავა იყო მთავარი როლის შემსრულებლებთან დაკავშირებით, რადგან მწერალს არც ერთი განხილული კანდიდატი არ მოწონდა. როლზე განიხილებოდა თვით ბეტი დევისიც კი. თუმცა ტრევერსმა ბეტი დაიწუნა და თქვა, რომ ის საერთოდ არ უხდებოდა მერი პოპინსის ტიპაჟს. შემდეგი ოდრი ჰეპბერნი იყო, რომელიც პარალელურად განიხილებოდა მთავარ როლზე ფილმში ჩემი მშვენიერი ლედი. მწერალმა არც ეს კანდიდატი მოიწონა და ულამაზესი ოდრი როლის გარეშე დატოვა. ამასობაში ფილმში ჩემი მშვენიერი ლედი მთავარი როლის მისაღებად მსახიობი ჯული ენდრიუსიც იბრძოდა. როცა რეჟისორმა რობერტ სტივენსონმა ტრევერს მერი პოპინსის როლზე მისი კანდიდატურა შესთავაზა, მწერალმა თავად დაურეკა მსახიობს და სთხოვა უარი ეთქვა ელიზა დულიტლის როლზე. ენდრიუსი დაუფიქრებლად დათანხმდა. ასე გაცვალეს ჯული ენდრიუსმა და ოდრი ჰეპბერნმა როლებიც და ფილმებიც. საბოლოოდ კი ყველა კმაყოფილი დარჩა. ფილმმა მერი პოპინსის შესახებ დღის სინათლე 1964 წელს იხილა. ეკრანიზაციამ ოსკარის 13 ნომინაცია და 5 ჯილდო მიიღო. მათ შორის ჯული ენდრიუსმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. უამრავი კინოვერსიის შემდეგ კიდევ ერთი, ამჯერად განსხვავებული ვერსიის გადაღებას რეჟისორი ტიმ ბარტონი შეეცდება, რომელიც საყვარელ ძიძას სხვა რაკურსით დაგვანახებს. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი დისნეის ეკრანიზაციის ახალ ვერსიაზეც. გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მთავარი როლის მოსარგებად ერთმანეთს ჰოლივუდის ვარსკვლავების სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან. მას შემდეგ, რაც ლეიდი გაგამ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ფილმიდან მუსიკის ჰანგები ცნობილი სიმღერა შეასრულა, დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ სწორედ ის იქნება ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ვინც სხვა მსახიობებს ამ როლისთვის შეეცილება. თუმცა გაგა სერიალის ამერიკული საშინელებათა ისტორია მსახიობებს შეუერთდა და შოუს ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სეზონის პრემიერა ოქტომბერში იგეგმება. მის ჩვენებაზე კი ექსკლუზიური უფლება მხოლოდ GDS ექნება.
კიდევ ერთი რეალური კანდიდატი პოპინსის როლზე ემილი ბლანტია, რომელიც ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია. მისთვის მიუზიკლში მონაწილეობა პირველი ნამდვილად არ იქნება. ემილი ბლანტის მთავარი კონკურენტი ენ ჰეთუეია, რომელმაც სამსახიობო კარიერა სწორედ ჯული ენდრიუსთან პარტნიორობით დაიწყო ფილმში პრინცესას დღიურები. მიუზიკლში მონაწილეობა არც მისთვის არის უცხო. ერთ-ერთი ამერიკული არხის კომედიური შოუსთვის მან თავის დროზე სწორედ მერი პოპინსის როლი მოირგო. Just a spoonful of sugar helps the medicine go down in the most delightful way. ყველა ისტორიას აქვს დასაწყისი და დასასრული. ბავშვების საოცნებო ძიძის ისტორია კი არ მთავრდება. მისტერ ბენქსი აუცილებლად შეაკეთებს ფრანს, რომელსაც ფემინისტური მოძრაობა, სუფრაჟისტის წევრი მისის ბენქსი აუცილებლად შეაბამს ახალ ბაბთას. მერი პოპინსი კი გაშლის ქოლგას, მიეფარება ცას და გაყვება აღმოსავლეთის ქარს.